დონალდ ტრამპი ამბობს, რომ რამდენიმე ქვეყანა გეგმავს სამხედრო გემების გაგზავნას ჰორმუზის სრუტეში, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ზრდის გამო. ირანსა და ომანს შორის მდებარე დერეფანი მსოფლიო ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ის გლობალური ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის დიდი ნაწილის გადაზიდვას უზრუნველყოფს. ტრამპის განცხადებები გაჩნდა შიშის გამო, რომ რეგიონულმა კონფლიქტებმა შეიძლება საერთაშორისო ნავიგაციასა და ენერგიის მიწოდებას საფრთხე შეუქმნას. ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, მოკავშირეები კოორდინირებულ საზღვაო პატრულირებაზე მსჯელობენ, რათა კომერციული გემების უსაფრთხოება უზრუნველყონ სტრატეგიულ მარშრუტზე. ჰორმუზის სრუტე ხანგრძლივად იყო დაძაბულობის ცენტრი რეგიონული კონფლიქტების დროს. ნებისმიერი შეფერხება სერიალურ შედეგებს მოახდენს ბაზრებზე საწვავის ფასებსა და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. ტრამპმა აღნიშნა, რომ ნავიგაციის თავისუფლების დაცვა გლობალური პარტნიორების საერთო პასუხისმგებლობაა და გააფრთხილა, რომ საერთაშორისო საზოგადოება საზღვაო გზის ბლოკირებას აღკვეთს. ეს კომენტარები აჩვენებს საერთაშორისო კოორდინაციის ზრდას, რადგან მთავრობები აკვირდებიან ყურეში მიმდინარე მოვლენებს და აფასებენ ვაჭრობისა და სტაბილურობის რისკებს. აქ თქვენი ეკრანის მარჯვენა მხარეს თქვენ ხედავთ ზესაიუროს საელჩოს ბაღდადში, პირდაპირი კადრებით დღეს დილით. შეხედეთ, ახალ ვიდეოში ჩანს კვამლი და ალი, რომელიც მოდის საელჩოდან ერაყის დედაქალაქ ბაღდადში. ერაყის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კომპლექსი დღეს დილით რაკეტით დაარტყეს. ამ ეტაპზე ინფორმაცია შეზღუდულია და უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები. ერაყის ხელისუფლება ამბობს, რომ რაკეტა ვერტმფრენის დასაჯდომ მოედანს მოხვდა. ბაღდადში ზესაიურას საელჩომ გუშინ უსაფრთხოების მეოთხე დონის გაფრთხილება განაახლა, სადაც აღნიშნულია, რომ ირანმა შესაძლოა ზესაიურას მოქალაქეებსა და ინფრასტრუქტურას ერაყში შეუტიოს. შეგიძლიათ გვალნახოთ ფონზე ზემოთ ასული კვამლი ამ ვიდეოში, რომელიც ცოტა ხნის წინ მოგვაწოდეს. ეს არის პირდაპირი სურათი ყოფილი საელჩოს კომპლექსის გარედან. მინდა დაჩვენოთ CENTCOM-ის კიდევ ერთი ვიდეო, ნახეთ თქვენს ეკრანზე. კუნტუხჩელის ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, სადაც ნაჩვენებია მასშტაბური ზუსტი თავდასხმა ირანის კარვის კუნძულზე, ეკრანზე მრავალი აფეთქებაა. CENTCOM-მა განმარტა, რომ თავდასხმამ გაანადგურა საზღვაო ნაღმების საწყობები, რაკეტების ბუნკერები და სხვა სამხედრო ობიექტები პენტაგონთან ერთად. ზეფირამისა და საიპრესეილის ძალებმა ირანის კუნძულ კარგზე 80-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს ინფრასტრუქტურის დაზიანების გარეშე. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თავდასხმაზე ბრძანება გასცა, ხოლო ესკივაგას სამხედროებმა განახორციელეს. როგორც ყოველთვის, ბევრი რამ გვაქვს განსახილველი. მინდა მოვუწვიო მარკ ჩანდლერი, კოასტალ კაროლინა უნივერსიტეტის ურთიერთობების დირექტორი, პრაქტიკის პროფესორი და თავდაცვის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი. მარკ, დიდი მადლობა, რომ დრო დაგვითმე. არაფერს ჯოშ და დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, კარგი. პირველ რიგში თქვენი ეკრანის მარცხენა მხარეს პირდაპირ ეთერში ბაღდადს ხედავთ ესკივარას საელჩოს კომპლექსის გარედან. რაკეტა, როგორც ჩანს, ვერტმფრენების მოედანს მოხვდა. რას ამბობს ეს ირანის ბირთვულ ან სამხედრო შესაძლებლობებზე ახლა? ფიქრობ, ჯოში უნდა გავაცნობიეროთ, რომ ირანმა ნამდვილად მოიხსნა ხელთათმანები. გულისხმობ, რომ ყველა დიპლომატიური ობიექტი თავდასხმის ქვეშაა. მათ უკვე დაარტყეს ერიადსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. ისინი გააბრძელებენ ასეთ თავდასხმებს მარტივ სამიზნეებზე, რადგან ამ ადგილების გარშემო ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების წინააღმდეგ ძლიერი თავდაცვა არ არსებობს. ეს ირანისთვის ერთ-ერთი საკითხია და ისინი არ დაიხევენ უკან, მიუხედავად შემცირების შესაძლებლობისა. მეორე საკითხია, რომ ჩვენ უნდა შევაფასოთ ამის სიზუსტე. მათ სჭირდებათ კარგი შიდა დაზვერვა, რადგან ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური ოპერატივები და მილიციები მთელ ერაყში მოქმედებენ. სინამდვილეში ამავე შიიტურმა მილიციებმა თავდასხმები განახორციელეს ჩვენი ზოგიერთი ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ერაყში არიან განლაგებულნი. ამიტომ ვიცით, რომ მათ აქვთ კარგი ტექნიკური ცოდნა ბალისტიკური რაკეტის სამიზნის დასაპროგრამებლად. საელჩო არ არის დამალული, მაგრამ მათ სჭირდებათ ზუსტი ინფორმაცია დრონის ან რაკეტის თავდასხმისთვის. ეხლა ალბათ მათ ახლოს ჰყავთ დამკვირვებლები, ვიცი რომ ისინი იყენებდნენ შიიტ დამკვირვებლებს, რომლებსაც ეძახიან მძინარე უჯრედებს. ისინი წლებია ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებში მოქმედებენ. ისინი დააკვირდებიან ამერიკულ ობიექტებს, იქნება ეს დიპლომატიური ბაზები, სამხედრო, ან და სწორედ აქ შეეცდებიან ესკალაციას. თუნდაც საცხოვრებელ უბნებს, სადაც ამერიკელები კონცენტრირებულნი არიან გარკვეულ რეგიონებში, ზოგიერთ არაბულ სახელმწიფოში, ასე რომ ეს მაინც საშიში გარემოა.
როგორც თქვი, დაშავებულები არ არიან, ვიცი რომ ისინი მზად არიან. ბაღდადში ევაკუაცია ჩავატარეთ ქუვეითის საელჩოდან. ამიტომ ველოდები, რომ თავდასხმები უფრო მიზანმიმართულად იმ რეგიონში მდებარე ობიექტებზე განხორციელდება, რადგან კონფლიქტის საწყის ეტაპზე ვართ. და მინდა ეს თქვენს ეკრანზე გაჩვენოთ. ეხლა შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო, რომელიც CENTCOM-დან მოდის და თითქმის შეგიძლიათ ფონზე გაიგონოთ, მაგრამ ამჟამად ეს თავდასხმები მიმდინარეობს. გუშინ პრეზიდენტი ტრამპის გავიგეთ ამ მასშტაბური მიზანმიმართული თავდასხმის შესახებ. მისი თქმით, შეგიძლიათ აუხსნათ მაყურებელს, რა არის კარგის კუნძული და რას ნიშნავს ეს თავდასხმა. რამდენიმე რამ არის, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო. ეს იყო მაღალი სიზუსტის მართვადი საბრძოლო მასალის გამოყენებით ჩატარებული სამხედრო ოპერაცია მხოლოდ სამხედრო ობიექტების დასაზიანებლად კარგის კუნძულზე. კუნძული კარგი ირანისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან მისი ნავთობის ექსპორტის 80% აქედან გადის. ის ზღვაშია და ნავთობს მილსადენით ატარებენ. იქამდე მათ ამოთხარეს ღრმა ადგილები დიდი ტანკერებისთვის, რითაც ის მათი მთავარი ნავთობის პორტი გახადეს. ირანმა სპარსეთის ყურეში რამდენიმე კუნძული, მათ შორის გარბიც, თავდაცვითი მიზნით გაანხედროა თავდასხმების თავიდან ასაცილებლად. მაგრამ არაფერი ისეთი, როგორიც ჩვენი შეტევა. ინფრასტრუქტურის ხელუხლებლად დატოვებით ვეუბნებით, რომ სამხედრო გზით დაგესმებით და ვიცით ეს მნიშვნელოვანია ირანის მომავლისთვის. ფრთხილად ვარჩევ სიტყვებს ჯოში, როცა ირანის მომავალზე ვსაუბრობ, არა რეჟიმზე. რადგან ქვეყანას აქვს უზარმაზარი ბუნებრივი რესურსები, შეუძლია გახდეს დიადიერი ეკონომიკური ძრავა ახლო აღმოსავლეთისა და მსოფლიოსთვის, მაგრამ არა ისლამური რეჟიმის პირობებში. ეს არის განსხვავება. ისინი ამას უმიზნებენ და ეს გზავნუს აგზავნის. შეგვიძლია ამ სამხედრო ობიექტების გამორიცხვა, ჩვენ შეგვიძლია მათი ეკონომიკის პარალიზება წლების განმავლობაში თუ კარგის კუნძულს გავანადგურებთ. და ერთი რამ გვახსენე, რაც მინდა დავამატო, მათ გაამხედროეს ის კუნძული, გააძლიერეს უსაფრთხოება, გაამხედროეს ბუმუზა და სირის კუნძულების სპარსეთის ყურის სამხრეთით უნდა ვიზრუნოთ მათზე, სანამ ვაკვირდებით კომერციულ ტრანსპორტსა და ნავთობის ტანკერებს, რომლებიც იქით გადიან. ამ კუნძულებზე თავდასხმები უახლოეს დღეებში მოსალოდნელია. და მინდა ეს თქვენს ეკრანზე დაჩვენოთ. ვიცი რომ ეს უკვე გინახავთ, არა? ისევე როგორც ბევრ ადამიანს ჩვენც ვიცით, რომ ირანის ახალ უზენაეს ლიდერს საჯაროდ არ უნახავთ. ერთ-ერთი გავრცელებული ფოტო, როგორც ამბობენ, ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი. ამიტომ ად ბევრი კითხვა ჩდება და ასეთ კონფლიქტურ დროს რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ლიდერი იყოს ხილული. და რა გზავნილს აგზავნის ეს, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის საჯაროდ არ დამოჩენილა. რამდენიმე დღის წინ ეს გზავნილი მივიღეთ მისგან, თუმცა კამერების წინ არ გამოსულა და არც ისაუბრია. კარგი ჯოში, პირველ რიგში შენ სულიად მართალი ხარ. რადგან მიმაჩნია, რომ კრიზისში ქვეყნის ლიდერს პოზიციის დაფიქსირება და ძალის ჩვენება სჭირდება, მაგალითად და თავდაჯერებით უნდა უხამძღვანავოს, რაც ალი ხამენეის არ ეთყობა. ამაზე რამდენიმე მიზეზს დავასახელებ და განვიხილავ, თუმცა იქ არ ვარ და ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ის სერიოზულად დაშავდა თავდასხმაში, რომელმაც მისი მამა და ოჯახი იმსხვერპლა. ამიტომაც ვირებთ ამას მხედველობაში. ალბათ ირანს არ უნდა რომ ის ტელევიზიაში აჩვენოს. ეხლა მისი არჩევის შემდეგ უნდა წარედგინათ შეხვედრაზე და ეჩვენებინათ როგორ ავლენს ლიდერობას და მართავს. ამიტომ ან იმდენად უნაროა რომ ვერ ახერხებს ამას, ან იმდენად ძიმედაა დაჭრილი რომ ტელევიზიით ან ახლანდელ ფოტოებში მისი ჩვენება შეუძლებელია. ეს დააზიანებდა არა ირანის მოსახლეობას, არამედ ცენტრალური ხელმძღვანელობისა და რევოლუციური გვარდიის ნდობას. მათ არ შეუძლიათ აჩვენონ დასუსტებული უზენაესი ლიდერი. ეს ბევრს ამბობს. მაგრამ ისინი გააგრძელებენ ამ თამაშს, გააგრძელებენ მისი ძველი, სულიად ჯამთელი ფოტოებით манипуლირებას, მაგრამ შენ ხომ არ ხსმენია და არ გინახავს ის. და ეს გზავნილს უგზავნის მათ, ვინც ამ ყველაფერს ზედაპირზე ცოტა უფრო ღრმად უყურებს. ეს სწორ გზავნილს აგზავნის მინდოდა გეჩვენებინათ. ეს იყო გუშინ პრესკონფერენციაზე, რომელიც მან გენერალ დენ რეიზინგხანთან ერთად ჩაატარა. ეს ყველაფერი ოპერაცია Epic Fury-ის მიმდინარეობისას ხდებოდა. პრეს ორი კვირაა გასული მას შემდეგ, რაც ზაუ, ერუა და ისრაელი ირანს პირველად დაესწნენ თავს. ეხლა მინდა ცოტა ვისაუბროთ თქვენთან, სანამ პირდაპირ ეთერში გადავხედავთ თეთრი სახლის გარეთ.
EWRA-ს ერთ-ერთი ოფიციალური პირის მიერ Associated Press-თვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით დაახლოებით 2500 საზღვაო ქვეითი და ამფიბიური შეტევის გემი მიიგზავნება. ამ დროს ახლო აღმოსავლეთში სამხედრო გაძლიერება იზრდება. რას ნიშნავს ეს ახლა? ფიქრობ ეს მნიშვნელოვანია. საზღვაო ქვეითები ჩემთვის განსაკუთრებულები არიან დრის და ჩემი პირველი ოკინავაშია, იაპონიაში. მათ ემზადებიან გემებზე ასასვლელად. ამას დაახლოებით 10 დღე დასჭირდება ზღვაში. ჩვენ გზავნილს ვაგზავნით, რომ ამ ბრძოლაში მტკიცედ ვდგავართ. საზღვაო ქვეითები განსაკუთრებულები არიან მათი როგორც მთავარი საბრძოლო ძალის გამოყოფა ძლიერ გზავნილს აგზავნის და მრავალ შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ ვიბრძვით Marine Air Ground Task Forces, საზღვაო ქვეით და საჰაერო სამშვიდობო ძალით. ამიტომ საზღვაო ქვეითები მოიყვანენ გამანადგურებელ ბომბდამშენებს, ვერტმფრენებს, ქვეითთა ბატალიონს, ლოგისტიკას და სარდლობას. ამიტომ, როცა სამგემთან ჩამოვლენ, ჩვენ როგორც ამფიბიური ჯგუფი მზად ვიქნებით და დავგეგმავთ ამოცანებს საჭიროების მიხედვით. სპარსეთის ყურის სამხრეთ კუნძულებსა და კარგის კუნძულზე შეზღუდული ოკუპაციისთვის საზღვაო ქვეითები იდეალურია. გავაძლიერებთ ცეცხლით ძალას დავეხმარებით ლოგისტიკაში და ვემზადებით მომავალისთვის. არ ვამბობ რომ საზღვაო ქვეითებს გამოვიყენებთ, მაგრამ კარგია რომ მზად არიან. ეს გვაძლევს შესაძლებლობების მრავალფეროვნებას, ნებას და აძლიერებს გზავნილს, რომ ამ საქმეში ჩართული ვართ. ეს ნათელი სიგნალია, რომელსაც ირანი სანაპიროებზე ან პატარა კუნძულებზე შეამჩნევს, როგორც ვქვი, რამდენად ფუნდამენტურია, რამდენად მნიშვნელოვანია ეს გზავნილი ამ მომენტში განსაკუთრებით ზევასა და ირანს შორის, რაც არ უნდა დადასცემდეს თითოეული მხარე. რამდენად მნიშვნელოვანია ეს შემდეგი ნაბიჯების განსასაზღვად და საით წავა ეს ყველაფერი აქედან. კარგი, ფიქრობ ეს ფუნდამენტურია ჯოში და არის რამდენიმე რამ. მას ირანის მხრიდან ისინი გააგრძელებენ თავიანთ მებრძოლ პოზიციას, გააგრძელებენ არაბული ქვეყნების, შეერთებული შტატებისა და ისრაელის მუქარას. მას ისინი გააგრძელებენ ამას, ითანამშრომლებენ თავიანთ პარტნიორ ჰეზბოლასთან ლიბანში და გააგრძელებენ ძალის დემონსტრირებას. ჯერა რომ რეჟიმი მალე კაპიტულაციის ეტაპამდე მივა. ამიტომ ისინი გააგრძელებენ ძალის დემონსტრირებას განსაკუთრებით იმიტომ, რომ ამის მთავარი მიზეზი შიდა გზავნილია. ფიქრობ ახლა მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს, რომ ირანი სავსეა მუქარებით, მიუხედავად იმისა, რომ მან ძლიერად უპასუხა. ისინი აკონტროლებენ ავტორიტარიზმით, ამიტომ მათ ეს შიდა გზავნილი სჭირდებათ და ეს არის მათი მთავარი აუდიტორია. შეერთებული შტატებისთვის საჭიროა თანმიმდევრული გზავნილი. ჩვენ ამაში ჩავერთეთ, ეხლა უკვე ამ პროცესში ვართ. მიუხედავად იმისა, ეთანხმებოდით თუ არა მანამდე ჩვენს ჩართვას, ეხლა უკვე ჩართული ვართ და ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ჩვენი გზავნილი უნდა განასხვავებდეს იმას, რატომ ვაკეთებთ ამას და რა უნდა მოვაშოროთ ისლამური რესპუბლიკიდან, არა ირანის ხალხიდან. მიჩვენეთ მხარდაჭერა და გააგრძელეთ ირანის სამხედრო მანქანის დაშლა აჯანყების შესაძლებლობის შესაქმნელად. კიდევ რამდენიმე კვირაა დარჩენილი, სანამ ბზარი ჩამოყალიბდება, ამიტომ გზავნილი თანმიმდევრული და მტკიცე უნდა იყოს. მსოფლიოში მრავალი ეკონომიკური გამოწვევაა. შემიძლია თქვა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში, როცა ამ ოპერაციას გეგმავდით, ყოველთვის ვიცოდით, რომ ირანი თავის ეკონომიკურ შესაძლებლობებს ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებდა, მაგრამ სინამდვილეში მსოფლიოს წინააღმდეგ, რათა შეეცადა ზეწოლა მოეხდინა შეერთებულ შტატებზე. უნდა გვესმოდეს, რომ ომი ცუდია, არაკომფორტული და პრობლემებს ქმნის გვერდით ეფექტებით, მაგრამ ეს დროებითია რამდენიმე კვირით. ეს გზავნილი უნდა ვაჩვენოთ შეერთებულ შტატებში და დასავლელ მოკავშირეებთან. გვინდა რომ მათაც იგივე გზავნილი გაამყარონ, როდესაც წინ მივდივართ. მარკ ჩანდლერ ყოველთვის აქ მობიყვან და ბოლოს გკითხავ, რა გამოგჩა ან რას დაამატებდი სანამ გაგიშვებ. ჯოში, შეგვეძლო მთელი გადაცემა ამაზე გვესაუბრა, ეს ძალიან რთული და გამოწვევებით სავსეა. იცით, ბევრი საუბარია ამ თემაზე. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ავიაკომპანიის ეკიპაჟი დავკარგეთ. ამ კვირაში KCS 25 ჩამოვარდა და 6 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. ისინი ჩვენს სამხედრო მიზნებს უჭერდნენ მხარს, გთხოვთ, ისინი და მათი ოჯახები ლოცვებში მოიხსენიოთ. და მეორე რამ, თქვენ ახლახან ისაუბრეთ კომუნიკაციაზე. და მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია რომ არ დავნებდეთ იმ ზეწოლას, რომელსაც ომი ზოგჯერ ახდენს, რომ ეს ყველაფერი ძალიან ადრე დასრულდეს.
ამ ბრძოლაში ვართ, ეს ჩვენი პასუხისგებლობაა და წარმატებულად უნდა დავასრულოთ. და ეს ნიშნავს მათი ბირთვული იარაღის სული შესაძლებლობების აღმოფხვრას. მათ ეს ჯერ კიდევ აქვთ როგორღაც რაღაც გზით, ეს ჯერ კიდევ აქტიურია იქ. ასე რომ უნდა მივხედოთ ამ საკითხს. მათი სარაკეტო და დრონების შეტევითი შესაძლებლობები უნდა აღმოიფხვრას და შემდეგ რას აკეთებენ ისინი მთელ ახლო აღმოსავლეთში? უკვე ვისაუბრე ჰორმუზის სრუტის დახურვაზე, თუ არ დავასრულებთ ამ ისლამურ რეჟიმს, ეს ისევ მოხდება. ასე რომ 3-6 კვირა გვაშორებს, ვიცი რომ ეს წინა კვირასაც თქვი, ახლა კიდევ ერთ კვირას დავამატებ და ვიტყვი რომ ჯერ კიდევ ეს დრო გვაქვს. თუ ნაადრევად დავასრულებთ ზეწოლის მიუხედავად, უნდა გვეყოს ნებისყოფა რომ ბოლომდე მივიყვანოთ ყველაფერი. თხოვ ამერიკელებს და დასავლელ მოკავშირეებს მხარდაჭერას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში რეჟიმი გაძლიერდება და უკან დავტოვებთ მას. რომ აუცილებლად გამოაცხადებს გამარჯვებას, იქნება კიდევ უფრო პრობლემური და მომავალ თაობებს კიდევ უფრო მეტ სირთულეს შეუქმნის. კარგი, მარკ ჩანდლერ, დიდი მადლობა როგორც ყოველთვის, რომ შემოგვიერთდით და დაგვეხმარეთ ყველაფრის განმარტებაში. ჯოში, არაფერია, დიდი მადლობა.